ადამიანი ცulis. დროების ადამიანი. 120 წლის წინ ქართულმა ხალხმა ბრძოლა, რომ ჩვენ ეს საქართველოს სახელმწიფო ყოფილი რავს გაქრა. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწეს რუსეთის დროშა და ასე გამოხატეს საკუთარი პროტესტი. ახლა კი სწორედ კანდიდატებითა და შეძახილებით ტილობენ ამცირონ საკუთარი პოზიცია. მე ვარ ტატიანა ბლაგოდარნაია, გიორგი გორგაძეს დედა. მე ვარ ანა გორგაძე, გიორგი გორგაძის და. მე ვარ ელენე ბლაგოდარნაია, გიორგის დედა და გერთვებით ევროპიდან. აი ესეთ ევზაობს გიორგი გორგაძე. 1-2 სიტყვა, რამდენი თეზი დაიჭირეთ დღეს? 30 დაახლოებით. გიორგი იყო ძალიან დამჯერი ბავშვი. ძალიან საყვარელი და თავისთვის სუეძებდა რაღაც მანქანებს შლიდა, რთული ბავშვი საერთოდ არ იყო. სერიოზული, სუეგეთი სახით იყო და ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მოკლედ და კონკრეტულად პასუხობდა ყოველთვის, რამე რო ეკითხებოდნენ, თავისი სამყარო ჰქონდა. გიორგი არის ახლა 21 წლის, 21 წელი შეუსრულდა ციხეში, მეგობრებმა წავაკითხეთ, იქ მიულოცეთ ციხესთან. მე ვარ 22 წლის და ჩვენ შორის დაახლოებით 1 წელი განსხვავება. მე და გიორგი ვჩხუბობდით თითქმის სულ, აი, ყველაფერზე აბსოლუტურად, უფრო ისეთი სერიოზული ტიპი იყო ის და მე ცოტა მავნე ვიყავი. მაგრამ ის არ იყო რომ აი რაღაც ვერ ვიყოფდით და მაგიტო უფრო ის იყო რომ აი ისიც ნერვებს მიშლიდა ხოლმე, მეც ნერვებს ვშლიდი და ესე ჭუბში შევყვებოდით ხოლმე მე ერთმანეთს. ბაღში არ დადიოდა გიორგი. რატომღაც ეგრე გამოვიდა მე სახში ვიჯექი სულ და მე თვითონ გავზარდა ბაღში არ მიმიყვანია. სკოლაში რომ მივიყვანე 1-2 დღე იყო გასული და წიგნები დაურიგეს და რაღაცა რვეული აკვდა ბავშვს და ჩემი მეუღლე გავიდა საყიდლად და ეს იჯდა რაღაცებს უნდა დაეწერა და მე უცებ დაურეკე თემურისო მე არაფერს არ ვისწავლი და ეს წიგნი გავგიშდი. ანუ პირველ კლასში აი ეს რაღაცა ვერ მიიღო ეგ ალბათ უცებ სტრესი ან რაღაცა დაემართა ბავშვს. ნუ ჩვენ წყნარად რაღაცა ისე უდგებოდით სულ აი მოდი გიორგი მოდი და მე უკვე და მე თვითონ ისე წავიდა საქმე რომ მე არც ვამოწმებდი. რა დაწერა რა არა. თვითონ ყველაფერს ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში რო გითხრა. პირველი კლასის ალბომი არის. გიორგი და აქაც რუსული სწავლის ის ქონდა პროტესტი, მაგრამ მე არ ვერეოდი არასდროს. მე ყოველთვის ჩემს შვილებს ვაძლევ, რომ თვითონ გააკეთონ თავისი არჩევანი და თუ არ უნდა, რატო უნდა დავაძალო? ერთ სკოლაში ვსწავლობდით უბრალოდ და აი მე მასწავლებლებისგან მესმოდა ხოლმე რომ აი შენი ძმა როგორი ის არისო და მე ირკვეოდა თურმე რომ რაღაცებს აპროტესტებდა. ერთი სამოქალაქო განათლების ჩვენი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო და იმასთან აი სულ დებატები ჰქონდა. ნებისმიერ თემაზე აბსოლუტურად თავისი აზრი ჰქონდა ჩამოყალიბებული და სულ დებატები ჰქონდა და მასწავლებლებიც სულ მაგას ეძახდნენ რომ აი ძალიან კაი მოსწავლე კი არისო, მაგრამ აი ეს აზრს რო ჩამოიყალიბებსო, მოკლედ ვერ გადაათქმევინებო და სულ დებატები გვაქვს მაგასთან რომ ანუ კამათობთო. ის რომ რუსულს აპროტესტებდა სულ და რუსული სწავლა არ უნდა და დედაჩემაც თქვა, მაგრამ აი სოციუმში ურთიერთობებზე ან რაღაცა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, აი რაღაცა აზრს რო ჩამოიყალიბებდა მაგალითად რომ მისთვის ეს იყოს სწორი აზრი, აი ვთქვათ როგორც ახლა არის აქციებთან დაკავშირებით რომ ჩამოიყალიბა აზრი რომ ევროკავშირი არის ჩვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანი და რაღაც საერთო აზრისთვის იბრძვის, ზუსტად ეგრე ჩამოიყალიბებდა ხოლმე რაღაცა აზრს. ძალიან აინტერესებდა ბავშვობიდან ფეხბურთი და კომპიუტერი. ეს კარგად იცის ყველაფერი, რაც არ უნდა კითხო, ყველაფერს გეტყვის. ფეხბურთზე დადიოდა კიდევაც, მაგრამ რო შეიგნორო არ გამოდის ეს თამაში, თვითონ თქვა რომ კაი გამოვალ არ ვივლეო ფეხბურთზე. გპ-ში ჩააბარა და კომპიუტერული მეცნიერებაში და მესამე კურსზე უნდა იყოს, მაგრამ ეს წელი გამოვიდა რომ გააცდინა და როგორ აადგენს საფრთხეს.
საქართველოს რო გაიმარჯვა და ევროპაზე რო გავედით, ძალიან გავხარდა ეგ ამბავი. აი ძალიან არ ვიცი როგორ გააკეთა, რამდენად მოახერხა, რომ აი მუშაობდა იმისთვის, რომ ფული მოეგროვებინა, რომ წასულიყო სხვადასხვა ხერხებს ნახულობდა კიდე აქეთ მამაჩემს ეხმარებოდა იქით Evolution-შიც მუშაობდა მაგ პერიოდში. ყველანაირად ეცადა, რომ ფული მოეგროვებინა, ხანვის თხოვა, კიდე ზევიდან დაამატებინა და წავიდა გერმანიაში და აი მაგაზე ბედნიერი არასდროს არ ყოფილა. მე მგონი იქიდან ყოველდღე რო რეკავდა ხოლმე, სულ ვიდეოებს და ფოტოებს აგდებდა ხოლმე და აი სულ გველაპარაკებოდა და ძალიან უხაროდა. აი ძალიან გახარებული იყო თამაშსაც რო დაესწრო იქ ეგეც როგორი გახარებული არის იცით აი არ ვიცი ისე უხაროდ იყოფნა საქართველოს კომეგებშიც იყო მანდ ყოფნა ძალიან უხარო და მოკლედ ყველანაირად ცდილობდა რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მაგ მომენტებთან თითქოს ისე იყო რომ აი მაგისი გამარჯვებაც იყო ეგ ყველაფერი თავისთავად სადაც დაიბადე უნდა გიყვარდეს და ისე ბავშვობიდან აი უფრო ჩემ მეუღლე ისტორია და ისეთი რაღაცეები ასწავლიდა ბავშვებს თუ უყვებოდა საქართველოს ისტორიაზე ბევრი რაღაცეები მარტო რუსეთის იმითი არა აი საერთო და ალბათ ბავშვობიდან ჩაუჯდა ბავშვს ეგ თავში პატრიოტიზმი ან შეიძლება კიდევაც ბუნებითაც ხო არის ადამიანი ეგეთი და შეიძლება ეს აქვს ვერ გეტყვით. საქართველოს ძალიან დიდი ქვამაგი არის და ძალიან უყვარს ეს ქვეყანა. და აი ეს იყო მისი ყველაზე დიდი ის, რომ აი საქართველოს რო უყვარს, მისთვის ძალიან კარგი უნდა, ყველაფერი კარგი უნდა და უნდა რომ აქ იცხოვროს და იყოს კარგად. ანუ ის თვითონ ქვეყანას და თვითონაც კარგად იცხოვროს ამ ქვეყანაში. ან მარტო თავის თავზე არ ფიქრობს ამ მომენტში, ან ყველაზე ფიქრობს, ან მის გარშემო ვინც არის, მათზეც. თავიდან გიორგი არ დადიოდა აქციებზე, პროტესტს კი გამოხატავდა ჩვენთან, თუნდაც ოჯახში ან თავის მეგობრებთან. მე უკვე რო ნახა, რომ აი სიტუაცია დაიძაბა, ძალიან უსამართლობა მოხდა, ის რომ თქვა ახალგაზრდებს ცენენ, ვიდეო კადრებიც გავრცელდა მაგისი, ეგენი რო ნახა, მაშინ მქონდა ის გრძნობა, რომ უნდა გასულიყო. ანუ უნდა შეერთებოდა მთელ ხალხს, ვინც იყო შეკრებილი და თვითონაც დახმარებოდა. ან ჩემშიც მაგ უსამართლობამ გამოიწვია, ყოველ საღამოს გავდიოდი ხოლმე. და შემდგომ უკვე გიორგიც რო შემოგვერთა და გავიგე რომ იქ დადიოდა, მე უკვე დავიწყეთ ის მომაწერა, რომ აი აქ შევხვდეთ, იქ შევხვდეთ და ერთად ვიაროთ. მე მახსოვს ბოლო ჩვენი საუბარი. აი ეს პერიოდი დაიწყო რომ აქციაზე უკვე გადიოდა და მეთქი გიორგი მეთქი თავს გაუფრთხილდი. გვიანობამდე არ გაჩერდე რაღაცა დარიგებები დაუწყე და მეთქი კანონი არ დაერღო და არ ყვიო რაც თავარია და მახსოვს ერთი რა ვიხარ რომ და აქეთ და ანუ გაეცინა და ბატარობიდან მეძახის ლემას რატომღაც ანუ ხო და ლემა მასე მიცნობო მახსოვს საღამოს დაურეკე ჩემდას და აცრემლებული პირველი მაგისი სიტყვები იყო ლენო დავიღუპეთო და უცებ გამირბინა თავში რომ ვაი ხარიკა და ბავშვი ალბათ სამანდყოფოშია ანუ სხვა ვერაფერს ვერ ვიფიქრებდი იმიტომ რომ რასაც ვუყურებდი აქედან და ვაკვირდი აი ძალადობას პირველი რაც თავში მომივიდა ის რომ ბავშვს რაღაცა დამართეს ну მე რა თქმა უნდა ეხა რომ მითხრა რომ დაიჭირეს უკვე შვება ვიგზენი სიმართლე რო გითხრა შვება ვიგზენი იმის მხრიდან რომ ჯამთელია რაც თავარია და არაფერი დაზიანებული არ აქვს ნამდვილად კოსმარად მეჩვენება ეს ყველაფერი და ყველაზე მეტად იცი რაზე მწყდება გული რომ თაობიდან თაობამდე აი სულ ბრძოლაში ვართ და უბრალოდ როდემდე ოთხ რიცხვში დამადგენა აქვს და წაიყვანეს. დამიკაკუნეს კარებზე, მკითხეს ტატიანა ბრძანდებით, უპასუხე კი და გავაღე კარები, ნევნევა. თან ტელევიზორი მქონდა ჩართული და გამოაცხადეს, რომ ხალხს იჭერენ და უყურებდი მაგ კადრებს.
რას ვიფიქრებდი რომ ჩემთანაც დააკაკუნებდნენ. გავაღე კარები და სამნი იყვნენ, სამი მამაკაცი იყო. უფორმო, ფორმა არ ეცვა და ერთს ეცვა, ის ვერ დავინახე თავიდანვე, ისე იდგა. და მითხრეს გიორგი რო თქვეს, ეგრევე მივაწეკი კარებს და იმან ფეხი ჩადო კარებში. და ეგრევე აწვებოდით, ისინი ორნი იქიდან, მე აქედან მარტო საიდან მქონდა მაგხევა ძალა და ის ალბათ ვარ ვიცი. და მე ვიფიქრე რომ აზრი არ არის ეგრე ჭიდაობის და გაუშვი კარებს ხელი და შემოვარდნენ თუ როგორ თქვა. დაიწყეს ოთახებში სირბილი მეუთხარი, მარტო ვარ და რატო დადიხართ? მე თვითონ გაგიღებთ ყოა ოთახს კარებს და დაგათვალიერებთ. და მართლა გავაღე და ათვალიერეს რომ მარტო ვარ, მე დავგროვდით აქ ოთახში ყველანი და დაესწრო ვიღაცის ჩხუბსო და მაგიტომ მოვედით და რაღაცა შეკითხვები გვაქვსო. მე არ დავიჯერე და მე ეგრევე ვიფიქრე რომ მაგ საქმეზე მოვიდნენ. რატომღაც ეგრევე მაგაზე ვიფიქრე. მე სად დაიმალები და დაურეკი გიორგის, მეთქი მოდი გიორგი ესე. მოვიდა გიორგი ადვოკატთან ერთად მოსულა და რო ვთქვათ რამე უხეშობა ან რაღაცა ისეთი ძალიან სტიობიანად, რა ვიცი, კანონის პარგლებში ყველაფერი ჩატარდა ჩვენთან, იქ რაც კი საჭირო იყო და წაიყვანეს, იმის მერე რომ წაიყვანეს, როგორ და როგორ მოიქცნენ, ვერ გეტყვით. თავიდან გაუგებრობაში იყო გიორგი, როგორც გავიგე, არ სჯეროდა რომ სისხლის სამართლის იმაზე თვითონაც იძახოდა რომ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რომ დამიჭირონ ეგრე და წამიყვანონ. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი. დღე და ღამე ვტიროდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან. სულ ვფიქრობდი რატო გიორგი, ამდენი ხალხი, გოგოც იყო გასული მანდ. და მარტო გოგო კი არა, ყველა იდგა მაშინ მანდ, რატო გიორგი? მაგრამ ისე მოხდა. ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა იყო რა, ეგ რო გავიგე რომ ჯგუფურს დებენ ბრალს. ადამიანებს საერთოდ არ იცნობდა, პირველ სასამართლო რო შედგა, მაშინ გაიცნო რეალურად ის ადამიანები. რაღაც მხრივ მაგასაც მოველოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა და მარტივად ვერ გამოწურებოდა ვერც ერთი მაქედან. რაც ციხეში ჩაძვეს კითხვა წამოუნდა და პირველი წიგნი არის, რომელიც შეუგზავნე არის ბაბლუანის მზემთვარე და პურისყანა. შემდგომ დაგვიბრუნა უკან და გავუკეთა წარწერაც, რომ სხაპრის ბოლო კეთილია გიორგი გორგაცი 16-12-24. ველოდებით როდის დადგება ეგ ზღაპარი. რაზი შეგრძნება ნამდვილად დიდი მაქვს, რომ რატო უნდა იჯდეს ახლა გიორგი იქ. გიორგისაც რო ვიცნობ და ვიცი როგორი ტიპაჟიც არის, მეც დაახლოებით ეგეთი ტიპაჟის ვარ, რომ ჩემი სიმართლე თუ მაქვს, ბოლომდე თავით გავიტან. გიორგიც ეგეთი არის, რომ თავის სიმართლე თუ აქვს, ბოლომდე თავით გაიტანს და ვიცი, რომ არც ერთ წუთს და არც ერთ წამს არ ნანობს, რაც გააკეთა, სადაც იდგა და რასაც აკეთებდა და ეხა სადაც არის, მაგასაც რომ არ ნანობს. მაქედან გამომდინარე, უფრო ის მერთვება, რომ ვიცი, ეხა აქ რო იყოს, ეგ უფრო ეწყინებოდა ვიდრე იქ რო არის. და მაგიტო უფრო ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ რაც შეიძლება გვერდში დაუდგე და მის გვერდზე ვიდგე. ეს სიბრაზეც შეიძლება მქონდეს რაღაც ძალიან დიდი, რომ რატო უნდა იყოს ეხა იქ, მაგრამ ვიცი, რომ თავისი აზრისთვის იბრძვის და მაგ კუთხით გვერდში დაუდგები ყველანაირად. მართლა დასანანი არის იქ რო არის ეხლა, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვიზამთ ეგრე წავიდა სიტუაცია. საერთოდ არ ნანობს, არც მე არ ვნანობ. მეც ეგრე გავაკეთებდი მაგის ადგილას. მეც მანდ ვიდგებოდი, ამდენი წელის თუ ვიქნებოდი და ეხლა უბრალოდ ალბათ ასაკი უკვე არ მაწყობს ხევს, რომ ისე აქტიურად ვიყო და ისა, მაგრამ მე ამაკება, რომ თავისი ქვეყნის პატრიოტი არის, ძალიან უყვარს საქართველო და
ყველა ის ბიჭებიც ეგეთები არიან, აბა სხვებს კი არ დაიჭერნენ. ეგეთი რო არ იყოს. ნუ სხვა ეტაპი არ არსებობს, თავრობა უნდა წავიდეს და მაშინ ვიგრძნობთ ჩვენ რო გამარჯვებულები ვართ. სხვანაირად არ გამოვა. გიორგი, მე ამაყები. ძალიან მენატრები, მაგრად იყავი, ხუნეთ იყავი. ასევე მადლობელი ვარ თითოეული სინდისის პატიმრის. ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ საქართველო დღესდღეობით შედგა როგორც ქვეყანა, მასეთი ხალხის დამსახურებით. მოითმინეთ და გამარჯვებულები იქნებით, დარწმუნებული ვარ. პირველ რიგში გიორგი ძალიან მიყვარხარ. გეოდებით, ყველანი გეოდებით, გულით და სულით მხნეობა ბიჭებს და მაგრები ხართ. თქვენნაირი უფრო მეტი უნდა იყოს. ისევ იქ უნდა ვიდგეთ და ის უნდა გავაგზავნოთ ყველაფერი, როგორც აქამდე იყო. აუცილებლად მე ეგრე ვფიქრობ. ანუ ყველა ერთად თუ არ ვიდგებით, არაფერი არ გამოვა. ბიჭებს მიმართავ და ვეტყვი, რომ აი ყველანაირად გვერდში გიდგავართ, გარეთ ვინც ვართ ის ხალხი. სულ გვერდში გედგებით, არ დაკარგოთ იმედი და ვიცი რომ შეიძლება ძალიან მალე ვერა, მაგრამ გიხილავთ ჩვენ გვერდით აუცილებლად ახლო მომავალში. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი.